ინფლაცია და ყველაფერს აკეთებენ შალვას. დედამიწის ზურგზე ვინმე თუ არის, ყველა იცნობს, იმიტომ რომ ჩვენი იურისტიც არის და ერთი წამყვანი პიროვნება. ეს ბიჭები ყველაფერს აკეთებენ ამ გაყიდვების დარგში ქეთისთან ერთად, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ. აბა, წამოგზავნით. აი, ჩემი ერთ-ერთი ოცნება რა იყო. ახლა ერთ საიდუმლოს გეტყვით კიდევ. აი, ქეთი იმდენი გამოსვლის შემდეგ, იმდენი შეურაცხყოფა ავიტანე, იმდენი დამცირება, იმდენი პრობლემები ისევლე შემიქმნეს და ისევლე შემექმნა, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ აი ეს არ გამეკეთებია არც აქ, არც იქ, არც იქ. მე უპირდები საქართველოს მოსახლეობას. თქვენ ნახავთ ხვალ ზეგ ერთი თვის განმავლობაში მე დავასაქმებ საქართველოში 10-დან 15,000 ადამიანს. და იქ სადღაც რო იკრიბებიან ბიზნეს ასოციაციაში, იქ არიან პარლამენტარების ბიზნესის დირექტორები და აქ ახლა რო შეკრებილები იყვნენ ნაწყენები, მე იმ ხალხს შეუერთდები, იმიტომ რომ მაშინ საქართველოში არ ვიყავით, რომ იქ ვინც იჯდნენ ჩემი მეგობრებია და განაწყენებული ხალხი და ესე არ შეიძლება. ბიზნესის კეთების საშუალება უნდა მივცეთ ყველას, ვისაც ბიუჯეტში ფული შეაქვს. შეხედეთ. აი ამ სილამაზე შეხედეთ. აი ეს გვექნებოდა ჩვენ დღეს 30 ადგილზე საქართველოში, მაგრამ რა გინდა რო ქნა. ეს კიდევ არის მაკეტი ერთ-ერთი სპორტული ავტომობილის და ეს პირდაპირ გამოფენიდან ჩამოვიდა საქართველოში. ეს არის აქეთ ინგა ისი ჩვენი კაბინეტებია, ჩვენი სათათბირო ოთახია და ჩვენ მივყვებით რა ჩვენ საქმეს აჩვენეთ ისა კეთი. აქეთ არის სევით კაბინეტები, წამოვბრძანდით. კეთი, შენ ამბობ რომ ჩვენ ახალი მოდელის ავტომობილი მივიღეთ, ხო? ინგა, დატესტე? კი, გავტესტე. და მაგარია, ხო? კი ბატონო. ჩვენ გვყავს 70 პლუსი. 70 პლუსი წითელი სალონით და წარმოიდგინე ამას ხვალ ზე გოგოები აგერ უკვე გაარეკლამებენ, აგერ არის ნებისმიერს ვამბობ, საქართველოში ადგილზე გვყავს ნებისმიერი რაოდენობა, ხო? 10 გინდა 10 გვყავს, 100 გინდა 100 გვყავს. და ჯეტური T2 საუკეთესო ავტომობილია და მხოლოდ მათ მოტორში იყიდეთ, იმიტომ რომ კალოტკებს ვერ გამოცვლით ვერსად. აი აქ უნდა იყიდოთ, გარანტია აქვს მხოლოდ